ეს არის ქართველი ლეგიონერების კვირის მოკლე მიმოხილვა. აბა, რა ხდება? კვარაცხელიას ტაქტიკური ზრდა, ჩაკვეტაძის ემოციური დაბრუნება და, რა თქმა უნდა, დავითაშვილის გარშემო ატეხილი სატრანსფერო ამბები. მოდი ვნახოთ, რა უნდა ვიცოდეთ. პირველი და რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელია, ის PSG-სთან უმნიშვნელოვანესი მატჩთვის ემზადება ჩემპიონთა ლიგაზე. პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დაცვაში თამაში მაგრად დახვეწა, ანუ ზუსტად ის, რასაც ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე უბრალოდ მაგარი შემტევი კი არა, ნამდვილი გუნდური მოთამაშეა. მზადაა გუნდისთვის ყველგან ითამაშოს. მეორე ამბავი და ალბათ კვირის ყველაზე მაგარი ამბავი. გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა. წარმოიდგინეთ 274 დღე არ უთამაშია და აი, ვოტფორდის შემადგენლობაში გამოჩნდა. სხვებს რაც შეეხება, ცოტა არეული კვირა ჰქონდათ. ოთარ კიტეიშვილმა კი გაიტანა გოლი შტრუმში, მაგრამ მისმა გუნდმა წააგო. გიორგი მამარდაშვილის გუნდით სამწუხაროდ ისევ დამარცხდა. და ბოლოს მესამე. აბა, ვის ლაპარაკობს ყველა? ზურიკო დავითაშვილზე, რა თქმა უნდა, სენტ-ეტიენში კიდევ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და როგორც ამბობენ, თურქული ბეშიქტაში უკვე მის აგენტს ელაპარაკება. წარმოიდგინეთ, ეს შეიძლება მისი კარიერისთვის რამხელა ნახტომი იყოს. მოკლედ რა გამოდის? ერთი ვარსკვლავი პროგრესირებს, მეორე მოედანს უბრუნდება, მესამე კი შეიძლება დიდი ტრანსფერს ამზადებს. ქართული ფეხბურთისთვის ნამდვილად ძალიან საინტერესო პერიოდია. გამოიწერეთ ჩვენი არხი, მადლობელი ვიქნებით თქვენი ყოველი ლაიქისთვის.